დღეს დღეს ჩვენ დავიწყოთ საინტერესო თემას. Мы говорили до этого о каких-то абсолютных истинах, о каких-то энергиях. Вот. Это все так далеко от нас. ჩვენ აქამდე საუბრობდით რაღაც გარკვეულ და აბსოლუტურ ჭეშმარიტებებზე, რომელიც გაურკვეველია და ძალიან შორს არის ჩვენგან. Сегодня мы начнем говорить о карме, დღეს ჩვენ დავიწყოთ კარმის შესახებ საუბარს. гораздо ближе к нам, гораздо понятнее. ეს ბევრად ახლოს არის ჩვენთან და ბევრად გასაგებია. Но вначале мы закончим о душе. მაგრამ დასაწყისში ჩვენ დავასრულებთ სულის შესახებ საუბარს. Это Мы говорили, что душа как раз и составляет эту пограничную энергию или татастха шакти. ჩვენ საუბრობდით ამბობდით იმას, რომ სწორედ სული წარმოადგენს ამ მოსაზღვრე ენერგიას ან ტათასტღა შაქტის. Мы описали, по крайней мере, попытались описать, что такое душа или кто такой душа, более правильно сказать. ჩვენ ავწერეთ ან შევეცადეთ მაინც რა გვეწერა თუ რა არის სული, უფრო სულად ვთქვათ კი ვინ არის სული. Кто такой душа или кто такая და душа? ვინ არის სული? Душа, она русули или картвели или американе. ეს სულია, ინდოელი, რუსულია, ქართულია თუ ამერიკული. ინდოელი. Это что значит? ინდიისკი გავარეთ. Индуэли. Индуэли. Или индуэли, да. Душа — это частица Бога, Мгм. которая нет национальности. Она не рождалась и не умирает. Который не имеет ни национальности, ни паспорта, ни прописки, да, ни регистрации. სული არის უფლის ნაწილი, რომელიც არ დაბადებულა და არ მოკვდება და რომელსაც არ გააჩენია არც ნაციონალობა, არც პასპორტი და არც ჩაწერა. Да, душа– это вечная частичка Бога, და სული ეს არის უფლის მუდმივი ნაწილაკი. который не имеет отношения, не является, по крайней мере, отношения, может быть, имеет, который не является телом материальным. რომელიც არ წარმოადგენს მატერიალურ სხეულს М. И даже не является материальным умом и разумом. და მატერიალური გონება და ჭკუაც არ არის მათ შორის. Что, конечно же, еще сложнее понять. რისი გაგებაც, რის გამოც მის გაგებაც უბრალოდ რთული ხდება ასე. Поскольку душа– частичка Бога, мы говорили, что она вечная, იქიდან გამომდინარე, რომ სული არის განუყოფელი ნაწილაკი, მუდმივი ნაწილაკი, ის არის მუდმივი. обладающая многими качествами, которыми обладает Господь, გააჩნია მრავალი თვისება, რომელიც გააჩნია უფალს, но не в маленькой, в незначительной степени. მაგრამ პატარა უმნიშვნელო დოზით ის ვთქვათ. Мгм. Вот. Однажды, когда Шрила Прабхупада в последний раз приехал в Европу, ერთხელ, როდესაც შილა პრაბჰუპადა ბოლოჯერ მოვიდა ევროპაში, в Англию он приехал, и все преданные с Европы собрались там. ინგლისში ჩამოვიდა ის და ყველა ერთგული ევროპიდან იქ შეიკრიბა. Мгм. Туда, в частности, приехали немецкие преданные. იქ მოვიდნენ ასევე გერმანელი ერთგულები. Вот, они отличались такой особой, так сказать, особым немецкой шакти. ისინი გამოირჩეოდნენ გამოკვეთილი განსაკუთრებული გერმანული შაქტით. То есть немцы это такие сильные, суровые люди. გერმანელები ესეთი ძლიერი და კაცრი ხალხია. Вот. И проповедовали они также мощно и сурово. და ქადაგებდნენ ისინი ასევე ძალიან ძლავრად და მკაცრად. Распространяли книги, да? წიგნებს ავრცელებდნენ.
И они в то время были первыми, если не в мире, то в Европе точно, по распространению книг Шрилы Прабхупады. და იმ დროში ისინი პირველები იყვნენ მსოფლიოში პირველები თუ არა ევროპაში ნამდვილად წიგნების გავრცელებაში. И поэтому для них организовали отдельный даршан, отдельную встречу со Шрилой Прабхупадой. და ამიტომაც მათთვის დაორგანიზეს ცალკე დარშანი, ცალკე შეხვედრა შილა პრაბჰუპადასთან. Шрила Прабхупада в то время был уже достаточно сильно болен. შილა პრაბჰუპადა იმ დროს საკმაოდ ძლიერ ავადმყოფობდა უკვე. Вот эти молодые немецкие брамачари, они вошли в комнату Шрилы Прабхупады. და ეს ახალგაზრდა გერმანელი ბრაჰმაჩარები შევიდნენ შილა პრაბჰუპადას ოთახში. И они думали, мы настоящие ребята Шрила Прабхупады, мы распространяем книги мощно. და ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი შილა პრაბჰუპადას ბიჭები, ჩვენ ძალიან ძლიერ ვავრცელებთ წიგნებს. На море по колено. ჩვენთვის ზღვა არის ისე როგორც კოჭამდე წყალი, Черное море по колено, შავი згва, а კოჭამდე. Кавказские горы по плечу. კავკასიის მთები კიდე მხრებამდე გვწდება მხოლოდ. Есть такая песня в России. Ну, старая песня. არის არის რუსეთში ესეთი სიმღერა, ძველი სიმღერა. Вот, и они такие пришли немножко гордые, და ისინი იქ მივიდნენ ცოტა ესე გაამაყებულები, ამაყები იყვნენ. что вот они больше всех книг распространили, им устроили личный даршан Шрилы Прабхупады. რომ მათ ყველაზე მეტი წიგნი გაავრცელეს და პირადი დარშანი მოუწყვეს მათ შილა პრაბჰუპადასთან. Они вошли, поклонились, и они ожидали, что Шрила Прабхупада спросит, сколько книг распространили, похвалит их. ისინი შევიდნენ, ქედი მოუხარეს და ისინი მოელოდნენ, რომ შილა პრაბჰუპადა კითხავს თუ რამდენი წიგნი გაავრცელეს და შეაქებს შილა პრაბჰუპადა. Шрила Прабхупада опытный духовный учитель. შილა პრაბჰუპადა გამოცდილი სულიერი მოძღვარია. Он просто посмотрел на них и все понял. უბრალოდ შეხედა მათ და ყველაფერს მიხვდა. И он сказал им, итак, в чем суть нашей философии? და მან მიმართა რაბა მითხარით რაშია არსი ჩვენი ფილოსოფიის. Они, конечно, не ожидали такого вопроса. მე რა თქმა უნდა არ მოელოდნენ ესეთ კითხვას. То есть вначале они смутились, потом кто-то попытался ответить. თავიდან უხერხულობას ჩავარდნენ, მერე ვიღაც შეეცადა, რომ პასუხი გაეცა. Там кто-то сказал Сарва Дарман Паритяджа, мама Камшаранам Враджа, что нужно оставить все, предаться Кришне. იქ ვიღაცა თქვა, რომ ყველაფერს თავი უნდა ვანებოთ და უნდა მივენდოთ კრიშნას. Кто-то сказал Парам Виджаяте Шри Кришна Санкиртанам, да, то есть Санкиртаной нужно заниматься. ვიღაცამ კი თქვა, რომ საკრიტანით უნდა დავკავდეთ. Но Шрила Прабхупада все отвергал. მაგრამ შილა პრაბჰუპადა ყველაფერს უარყოფდა. Вот, и они стали уже скромными, очень смиренными. და ისინი უკვე ძალიან თავდაბლები გახდნენ და ძალიან დაიმორჩეს. Шрила Прабхупада посмотрел на них потом и сказал, суть нашей философии в том, что мы вечны. შილა პრაბჰუპადამ შეხედა მათ და უთხრა, რომ ჩვენი ფილოსოფიის აზრი იმაშია, რომ ჩვენ მუდმივები ვართ, ანუ უსასრულები. По крайней мере, для начинающих преданных суть философии в этом. როგორც მინიმუმ დავწყები ერთგულისთვის ფილოსოფიის არსი ამაშია. Нет смысла много говорить о Кришна Према Бхакти, აზრი არ აქვს, რომ ბევრი ვისაუბროთ, ბევრი ველაპარაკოთ კრიშნა პრემა ბაქთიზე. пока человек не понял, что он вечная душа. სანამ ადამიანმა ვერ გაიგო, რომ ის არის მუდმივი უკვდავი სული. Потому что все его понимания, все его представления о Бхакти, они будут материальными. იმიტომ რომ ყველა მისი გაგება, ყველა მისი გააზრება ბაქთის შესახებ ეს მატერიალური იქნება. То есть, может быть, не совсем материальными, но они не будут чистыми и правильными. შეიძლება მთლად მატერიალური არ იყოს, მაგრამ როგორც მინიმუმ ეს არ იქნება სუფთა და არ იქნება სწორი. Поэтому духовная жизнь начинается настоящая духовная жизнь
начинается с очень четкого понимания «я душа, вечная частичка Кришны». ამიტომ, სწორედ ამიტომაც ნამდვილი სულიერი ცხოვრება იწყება იმის გააზრებისგან, გაგებისგან, გაცნობიერებისგან, რომ მე ვარ სული და მე ვარ კრიშნას განუყოფელი ნაწილაკი. М. Вот. Мы можем подумать, чем мы сейчас занимаемся тогда. Мы еще этого не понимаем. Большинство из нас. ჩვენ შეიძლება დავფიქრდეთ, ვიფიქროთ, რომ მაშინ რითი ვართ ახლა დაკავებულები, უმეტესმა ჩვენგანმა ეს არ იცის ჯერ, ანუ არა გვაქვს გასნობიერებული. Так чем мы занимаемся сейчас, если мы не понимаем еще по-настоящему, что мы души? მაშინ რითი ვართ ჩვენ ახლა დაკავებულები, თუ ჩვენ არ გვესმის, რომ ჩვენ ვართ სული? Что вы думаете? რას ფიქრობთ? Можно? Нет, нельзя. Ты уже знаешь. Ты был в прошлый раз, в прошлом году. Так. Я вас смутил. Karmis დაგროვებით და karmis დაწვით რამდენადაც შესაძლებელია. Мгм. Мизани маемся, мы накапливаем карму, и пытаемся сжечь карму, насколько это возможно. Так накапливаем мы карму или пытаемся сжечь? და Разные вещи. ჩვენ ვაგროვებთ კარმას თუ მის დაწვას ვცდილობთ, სხვადასხვა რამ არის. ორივე ვის როგორ გამოგვდის Мгм. გაჩნია. Обои зависит от того, у кого как получается. О, как получается. Да, Теофили, мы чуть позже скажем о карме. То, что вы сказали, ну, в принципе, правильно. კი თეოფილე, ჩვენ ცოტა ხანი მოგვიანებით ვისაუბრეთ კარმაზე, რაც შენ თქვი, პრინციპში სწორია. Но это не ответ на тот вопрос, который я задал, к сожалению. მაგრამ ეს არ არის პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც მე დავსვი. Мы познаем, что мы душа. Мы познаем, что мы душа. А наше служение как называется? ჩვენ შევეცნოთ, რომ ჩვენ კრიშ სული ვართ და რა ქვია მსახურებას ჩვენ ქმედებას. Мы стараемся преданно служить, если у нас получается. Если получается, да. ცდილობთ ერთგულად ვიმსახუროთ გამოგდის. Да. Ну ладно, я не буду вас мучить. Мы играем в преданное служение сейчас. არ გაგაწვალეთ, ჩვენ ახლა ერთგულ მსახურებას თამაშობთ. ანუ ესე თამაშია ჩვენი ის. Как дети, знаете, они иногда подражают взрослым. როგორც ბავშვები უფროსებს ბაძავენ ხოლმე. Может быть, вот Матаджи, там, может быть, Теофили, она в свое время пыталась одевать сапоги мамы, когда была маленькой, на каблуках. შეიძლება თეოფილე პატარა როდესაც იყო, ცდილობდა დედამისის ფეხსაცმელებით ჩაეცვა, რომელიც ქუსლიანები იყო. Обычно это выглядит очень смешно, да? როგორც ესე საკმაოდ საცილოდ გამოიყურება. То есть мы понимаем еще сейчас, что мы не занимаемся преданным служением, но так или иначе мы готовимся, может быть, немножко подражаем преданным. და ჩვენ ახლა გვესმის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავებულები სერიოზული ნამდვილი ერთგული მსახურებით, მაგრამ ჩვენ ბაძავთ და ჩვენ ვემზადებით. То есть так или иначе мы показываем Кришне, что мы хотим заниматься преданным служением. ასე თუ ისე ჩვენ ვცდილობთ უჩვენოთ კრიშნას, რომ ჩვენ გვინდა დავკავდეთ ერთგული მსახურებით. Да, и тогда, по милости Кришны, мы когда-нибудь сможем настоящим преданным служением заниматься. და მაშინ კრიშნას წყალობით ჩვენ ოდესმე შევძლებთ ნამდვილი ერთგული მსახურებით დავკავდეთ. Мы поймем, что мы душа. ჩვენ გავიგებთ, რომ ჩვენ ვართ სული. Брахма Бута Прасанатма, да, наша Чатина Кангшати. Вот, и именно с этого уровня начинается настоящее преданное служение, с уровня духовного осознания, да? და სწორედ ამ დონიდან იწყება ნამდვილი ერთგული მსახურება სულიერი თვითგაცნობიერების დონიდან. Вот. Но в любом случае мы сейчас изучаем науку о душе. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ახლა შევისწავლით მეცნიერებას სულის შესახებ.
чтобы правильно воспринимать себя, учиться правильно воспринимать себя, весь мир, понимать, что происходит. იმისათვის, რომ სწორად აღვქვათ საკუთარი თავი, სწავლობთ ამის საკუთარი თავის სწორად აღქმას და სწორად აღქმას სამყაროს. Вот. Мы описывали основные качества души в прошлый раз, они в Бхагавад-гите описаны, да? და ჩვენ წინა ჯერზე აღწერდით სულის თვისებებს, რომელიც ბაგავად-გიტაში აღწერილი. Вот. Сегодня мы поговорим о том, какое же качество души является самым главным. და ჩვენ დღეს ჩვენ ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რომელი თვისება არის ყველაზე მთავარი, სულის რომელი თვისება. Да, то есть у каждого объекта, предмета или каждой личности есть какое-то вот самое основное качество, которое его характеризует. და ყველა ობიექტს, ყველა ნივთს გააჩნია თავისი განსაკუთრებული თვისება, რომელიც მას ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, გამოხატავს, ახასიათებს. Вот мы в прошлый раз говорили, что мы отождествляем себя по отношению к тому, что нас окружает, да? ჩვენ წინა ჯერზე ვამბობდით იმას, რომ ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ იმასთან, რაც ჩვენ გარშემო გვარტყია. Я сын таких-то родителей, я гражданин такой-то страны. მე ვარ ვაჟი ესეთი და ესეთი მშობლების, მე ვარ მოქალაქე ამა და ამ ქვეყნის. Я представитель такого-то джендера, пола, да, то есть мужчина или женщина, да. მე ვარ წარმომადგენელი რომელიღაც გენდერის სქესი გამაჩნია, მე კაცი ვარ ან ქალი. Там я молодой, очень молодой, не совсем молодой, совсем не молодой. Да. მე ახალგაზრდა ვარ, არც თუ ისე ახალგაზრდა, თად ახალგაზრდა არ ვარ და საერთოდ არ ვარ ახალგაზრდა. И все это зависит от окружения. Это имеет смысл, потому что нас окружают другие люди. და ეს ყველაფერი დამოკიდებულია გარემოცვაზე, ამ ყველაფერს აზრი გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გარკვეული სახის ადამიანები გვაკრია გარშემო. Но поскольку все это окружение, оно временное, да, и оно меняется постоянно. და იქნება გამომდინარე, რომ მთელი ეს გარემოცვა, ეს დროებითია და მუდმივად იცვლება, Наши вот эти отождествления тоже меняются. ჩვენი ეს გაიგივებაც იცვლება. Даже в течение жизни, да. ცხოვრების მანძილზეც კი. Я был молодым человеком когда-то, да, и уже не молодой. მე როდესაც ვიყავი ახალგაზრდა ადამიანი, ხო უკვე აღარ ვარ ახალგაზრდა. А когда мы меняем тело, там вообще все очень сильно меняется, да. და როდესაც ჩვენ ვიცვლით სხეულს, იქ ყველაფერი ძალიან ძლიერ იცვლება. Только что недавно я давал лекции преданным, да. აი სულ ცოტა ხნის წინ მე ლექციებს ვაძლევდი ერთგულებს. И вот уже тыкаюсь пятачком в корыто. Как перевести? А перевести кому? Ну, да, кто-то будет слушать. Луки Теофили нужно перевести. Ну, то есть, недавно я сидел на Виасасане, и сейчас я уже из корыца хлебаю пятачком. ცოტა ხნის წინ ვერსასანაზე ვიჯექიო, ეხლა კიდე ჯამიდანაო, ანუ წარსვავ, ანუ იგულისხმება ქათამი. Потому что, когда был преданным, вел себя по-свински. იმიტომ რომ შესაძ ერთგული ვიყავი, როგორც ვარი ისე ვიქცეოდი. Ну, и так или иначе, да. Вот. Меняется. Поэтому все эти отождествления, на них нельзя особо полагаться. ეს ყველაფერი იცვლება და ამიტომაც მთელი ეს საკუთარ თავის გაიგივება, ამას დაკნობა არ შეიძლება. Поэтому Поэтому нужно понять, кто мы по отношению к Богу, в отношениях с Богом. Вот это самое важное. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საჭირო თუ ვინ ვართ ჩვენ უფალთან მიმართებაში. То есть, каково наше изначальное положение, да, как говорил Шрила Прабхупада. ანუ როგორია ჩვენი პირვანდელი მდგომარეობა, როგორც შრილა პრაბჰუპადა ამბობდა. И оно вечное.
და ეს არის მუდმივი. Все остальные наши положения по отношению к этому миру, они меняются постоянно. და ყველა დანარჩენი გაიგივება, რომელიც ამ საყოველთან არის დაკავშირებული, ისინი მუდმივად იცვლება. Вот. И мы узнаем от святых людей из Писаний, что Дживира Сварупахая Кришне Ранити Дасада, то есть вечное положение души – это служить Кришне. და ჩვენ ვიგებთ წმინდა წერილებიდან, რომ მუდმივი მდგომარეობა სულის ეს არის მუდმივი სასიყვარულო ურთიერთობა კრიშნასთან. Вот. Это как бы вечная, ну, иногда говорят функция души, иногда говорят вечная деятельность души. ეს არის როგორც ხანდახან ამბობენ, რომ ეს არის მუდმივი ფუნქცია სულის, ანუ მუდმივი ქმედება სულის. На санскрите это называется санатана дхарма. სანსკრიტზე ამას უწოდებენ სანატანა ධარმას. Санатана означает вечный. სანატანა ნიშნავს მუდმივს. И дарма имеет несколько значений. ხოლო ධარმას გააჩნია რამდენიმე მნიშვნელობა. Ну так, расхожее значение такое, обычное значение. Дарма это означает какую-то деятельность, как правило, религиозную. და ධარმა როგორც წესი ნიშნავს რაიმე ქმედებას, როგორც წესი რელიგიური ქმედება იგულისხმება. Есть варнашама дарма, да? არსებობს ვარნაშრამა ධარმა. Сейчас есть такой термин хинду дхарма. ეხლა არსებობს ასეთი ტერმინი ჰინდუ ධარმა. Но он неправильный по своей მაგრამ сути. ის არ არის სწორი. Вот. И также означает, ну да, в основном это религия и какой-то род деятельности, вот, как обычно используют это слово, дарма. და როგორც წესი ეს არის რელიგია და ეს არის რაიმე სახის ქმედება, რასაც გულისხმობს თავში ධარმა. Но глубокое понимание этого слова, это означает, дарма означает суть. მაგრამ ღმა გაგება ამ სიტყვის ამ ტერმინის, ანუ ධარმა ნიშნავს აზრს, არს. Неотъемлемое качество какое-то, которое нельзя отнять. რომელიღაც წაურთმეველი თვისება, რომელიც წართმევად შეუძლებელია. И также то, что поддерживает существование. და ასევე ის, რაც უნარჩუნებს არსებობას. Ну, приводится пример, например, с солью. Дарма соли является соленый вкус. მოყვანილია მაგალითად მარილის მაგალითი, ხოლო მარილის ධარმა ეს არის მარილიანი გემო. Соль может быть белой, черной, розовой, гималайской, да? მარილი შეიძლება იყოს თეთრი, შავი ან ჰიმალაების, ანუ ესეთი ვარდისფერი. Но у нее в любом случае должен быть соленый вкус, иначе это не будет солью. მაგრამ მას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს მარილიანი გემო, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ იქნება ეს მარილი. Так же, как суть огня является тепло и свет, да? ისევე როგორც ცეცხლის არსი ეს არის სითბო და შუქი. Поэтому мы называем вот соленый вкус это дарма соли или свет и тепло это дхарма огня. და ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ აი მარილის ධარმა ეს არის მარილიანი გემო, ხოლო ცეცხლის ධარმა ეს არის შუქი და სითბო. А дармой души является служением. ხოლო სულის ධარმა ეს არის მსახურება. Какое бы положение и где бы душа не занимала, она всегда будет стремиться служить. რა მდგომარეობაც არ უნდა ეკავას, ან სადაც არ უნდა იყოს, სული ყოველთვის ეცდება, რომ იმსახურებს. Можно, конечно, удивиться, что-то сейчас особо никто не стремится служить. შეიძლება თქმა უნდა გავიკვიროთ, რომ ეხლა რაღაც არავინ არ მიისწრაფის იმისკენ, რომ იმსახუროს. Все, наоборот, стремятся, чтобы им служили. Да. ყველანი პირიქით მიისწრაფის იმისკენ, რომ მას ემსახურონ. Как вы можете ответить на этот вопрос, разрешить это противоречие? როგორ შეეცდებოდით, რომ როგორ პასუხობდით ამ კითხვას, როგორ შეეცდებოდით, რომ ეს ურთიერთწინააღმდეგობა გადაგეჭრათ?
Наверное, когда человек не осознает, что он душа, и над ним обладает эго, он тогда хочет, чтобы ему все служили. Когда он ალბათ понимает, იმიტომ, что რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს საკუთარ თავს, რომ ის არის სული და აი ესეთი ეგო უბიძგებს მას ეს ქმედებისკენ. Это тогда правильно, но смотрите, дарма, она присутствует всегда. Она не зависит от того, что человек осознает, да? Душа осознает, она всегда служит. Ну вот где здесь служение тогда, если человек вроде как пытается быть наоборот? ეს სწორია, მაგრამ თარმს ის აზრი ის არის, რომ ის ყოველთვის თან ახლავს სულს და სრაში იკვეთება აქ სულის თარმა, რომ ის ცდილობს, რომ ყოველთვის იმსახუროს. Как дарма в тогда этом случае проявляется? Да, Тари Прабhu, продолжайте. როგორ ვლინდება თარმა ამ სიტუაციაში? должна можно? проснуться душа, чтобы человек пошел. Плохо слышно, აა, прерывается у меня, по крайней мере. Микрофон включите. Микрофон включите, у вас выключен, похоже. Не слышно вообще. Душа должна проснуться, пробудиться. Вот Хари Прабху говорит, что душа должна проснуться, пробудиться, чтобы он понял, что он душа. Да, но на самом деле, даже когда она спит, смысл в том, что Слышно? оно все равно следует дарме, оно все равно служит. Даже когда оно в აა, спящем состоянии, под влиянием ложного эго, оно все равно слугой остается. вот Хари Прабху ამბობს, რომ სულამ გამოიღვიძოს და გააცნობიეროს, რომ ის სულია და მაშინ შეძლებს ეს მოქმედებას. აქ Prabhu ამბობს, რომ კი ეს ესეა, მაგრამ საქმე მასშია, რომ თუნდაც სულს ეძინოს, ის მაინც მისწრაფის მსახურობისკენ, ან რაში გამოიხატება ეს. Можно? Подожди, может, еще кто-то попытается ответить. Мы служим семье, мужу, начальнику. Семье, мужу, начальнику, да. Это же будет. მისახურებით ოჯახს, ქმარს და უფროსს. Да, смотрите, человек может быть вообще каким-нибудь диктатором, შეხედეთ, ადამიანი შეიძლება იყოს ვიღაც დიქტატორი, таким жестоким эксплуататором других, да? ესეთი მკაცრი ექსპლუატატორი სხვების. Но у него все равно будет тот, кому он будет служить, да? მაგრამ მას მაინც ეყოლება ვიღაც, ვისაც ის ემსახურება, ხო? Это может быть, да, действительно, семья, жена, любимые дети, да? ეს მართლაც შეიძლება იყოს ოჯახი, ცოლი, საყვარელი შვილები. Как Шрила Прабхупада рассказывал, один из его духовных братьев еще, ну, в начале 20 века, они ездили в Англию проповедовать. როგორც შეიძლება პროფიტა ყვებოდა, რომ ერთ-ერთი მისი სულიერი ძმა ჯერ კიდევ დასაწყის пერიодში მოძრაობის მიემგზავრებოდა ხოლმე ინგლისში საქადაგოდ. И они договорились о встрече с одним лордом, და მათ მოილაპარაკეს, რომ უნდა შეხვედროდნენ ერთ-ერთ ლორდს. и он не был на самом деле просто лордом, да, он был председателем палаты лордов. და ის არ იყო უბრალოდ ლორდის სინამდვილეში, ის იყო ლორდების პალატის თავმჯდომარე. И когда они пришли туда, им секретарь сказал: извините, пожалуйста, вот он немножко занят сейчас. და როდესაც მივიდნენ მასთან შეხვედრაზე, მდივანმა უთხრა, რომ ბოდის გიხდით, უბრალოდ ის ეხლა ცოტაოდენ დაკავებულია. Они какое-то время ждали, ისინი რაღაც დროის მანძილზე ელოდებოდნენ. и потом, по-моему, как-то там дверь приоткрылась, или кто-то дверь приоткрыл в его комнату. და მე რაღაცნაირად ეს კარი შეიღო, ან ვიღაც ან შემთხვევით გაიღო ეს კარი ისე ოთახისკენ. И они увидели следующую картину. და მათ დაინახეს შემდეგი სახის სურათი. Этот лорд стоит на четвереньках, ეს ლორდი დგას ოთხზე и на спине у него сидит маленький внук. და მას ზურგზე აზის პატარა შვილიშვილი. Говорит: лошадка, поехали, поехали. და მას ურტყავს და ეუბნება, რომ ცხენო გაესა
წავედით. И самое интересное, что лорд выглядел гораздо более счастливым, და ყველა საინტერესო ის არის, რომ ლორდი ამ დროს ბევრად უფრო ბედნიერად გამოიყურებოდა. чем когда председательствовал на собрании лордов. ვიდრე მაშინ, როდესაც ის ლორდების საბჭოს თავმჯდომარეობდა. Да, потому что качество души, потребность души вечно– это служить. იმიტომ რომ სულის თვისება და სულის მოთხოვნილება არის მსახურება. Если у человека нет никого рядом, кому он мог бы служить, он заведет кошку или собаку, რო ადამიანს არავინ არ ყავს გვერდით, ვისაც შეიძლება რომ ემსახუროს, ის გაიჩენს კატას ან ძაღლს. или хотя бы цветочек на подоконник поставит и будет ему служить. Да? ან როგორც მინიმუმ ის ყვავილს მაინც დადებს ფანჯის რაფაზე და მის მსახურებას დაიწყებს. ჩემთან გაჭირდა თუ? Го- Харе Кришна. Гоч пропал или я пропал? уас, по-моему. Я пропал. Вы Странно. пропали, я кстати, У меня звонок был входящий. Все понятно, поэтому все сейчас. Да-да. На чем мы остановились? Что заведет кошку, собаку, цветочек, дай будет служить. Ты перевел, да, Гоч? Да. А даже если нет никого, и человек полный эгоист вообще, და თუნდაც არავინ არ იყო, არავინ არ ყავდეს და ადამიანი სრული ეგოისტია, он все равно будет служить, ის მაინც იმსახურებს, причем с преданностью, თანაც ერთგულებით, всей душой, სულით, своим чувством, уму, да, и телу. საკუთარი გრძნობებით, ჭკუით და სხეულით. То есть в любом случае душа будет служить. Вопрос в том, какой она объект служения изберет. В этом вопрос главный. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში სული მსახურებას გააგრძელებს, მოდ კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რომელ მსახურების ობიექტს აირჩევს. Большинство людей служат своим чувством и своему уму. უმეტესი ადამიანები მსახურობენ თავისი გრძნობებით და თავისი ჭკუით, Своей семье, თავის სხეული, თავის ოჯახს ემსახურებიან. так скажем, более продвинутые, они могут служить там обществу, государству, нации, человечеству. ესე ვთქვათ, უფრო წინწასულები ისინი დაიწყებენ მსახურებას ქვეყნის, ოჯახის ან ნაციის. Там дальше люди могут служить природе, полубогам. უფრო ზემოთ, უფრო წინწასულები ისინი დაიწყებენ ბუნების მსახურებას ან ახლარ ღმერთების. Да, но это служение все, оно не приносит полного удовлетворения никому. В душе это მაგრამ приносит. მთელ ამ მსახურებას არ მოაქვს არავისთვის სრული დაკმაყოფილება. Потому что реально душа получает удовлетворение только тогда, когда она служит Богу. იმიტომ რომ სული რეალურ სრულ დაკმაყოფილებას მხოლოდ მაშინ იღებს, როდესაც ის ნამდვილად ემსახურება ღმერთს. Мгм. Вот и поэтому преданные, они в первую очередь пытаются стать слугами Бога. ამიტომაც ერთგულები პირველ რიგში ცდილობენ გახდნენ ღმერთის მსახურები. К счастью, это вовсе не исключает служение родственникам, родителям, там, детям, стране, народу. საბედნიეროდ ეს საერთოდ არ გამორიცხავს ოჯახის, ნათესავების, ქვეყნის ან მთელი ამ მთელი ამ ნაციონალობის მსახურებას. Просто преданный понимает, как нужно правильно всем им служить, чтобы все получали благо, да? უბრალოდ ერთგულს ესმის, თუ როგორ უნდა ემსახუროს ყველას ისე, რომ ყველამ მიიღოს სიკეთე. Потому что недостаточно просто накормить человека там или вылечить, или сделать так, чтобы люди были богатыми. იმიტომ რომ საკმარისი არ არის, რომ ყველა დააპურო, ან ყველა განკურნო, ან ყველა რომ დიდარი იყოს. Это не поможет избавить людей от 3 видов страдания, о которых мы говорили раньше на прошлых занятиях, да?
ეს არ დაეხმარება ადამიანს, რომ გათავისუფლდეს იმ სამი სახის ტანჯვისგან, რომელზეც ჩვენ წინა ჯერზე საუბრობდით. И не сделает их по-настоящему счастливыми, да? და არ გახდის ეს მათ ნამდვილად ბედნიერს. Вот. Но если человек помогает другим восстанавливать отношения с Кришной, это лучшее служение. მაგრამ თუ ადამიანი ეხმარება სხვაებს, რომ აღადგინონ საკუთარი მივიწყებული ურთიერთობა კრიშნასთან, ეს არის საუკეთესო სახესახურება. И вот преданное служение, оно является санатана дармой, или по-другому ее называют бхагавата дармой. და ერთგული მსახურება სანსკრიტზე ეწოდება სანატანა ධარმა ან სხვაგვარად ბჰაგავატა ධარმა. То есть дармой, связанным с нашим вечным положением и связанной с Бхагаваном. ანუ ධარმა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მუდმივ ბუნებასთან და მუდმივ ურთიერთობასთან ბჰაგავანთან. И это настоящая религия души, как говорил Бхактивинод Такур. და სწორედ ეს არის ნამდვილი რელიგია სულის, როგორც ბhaktivinoda thakuri ამბობდა. Или по-другому это духовная религия, духовная дарма. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ეს არის სულიერი რელიგია, სულიერი ධარმა. В большинстве случаев то, что сейчас считается религией или дармой, является материальной дармой или материальной религией. უმეტეს შემთხვევაში იმას, რაც ახლა უწოდებენ ධარმას, ეს არის მატერიალური რელიგია, ან მატერიალური ධარმა. Почему? Потому что неправильные цели и неправильное понимание. რატომ? იმიტომ რომ არასწორი გაგება გაზრება და არასწორი მიზნებია. На самом деле, даже ведическая, да, так сказать, религия, ведическая дарма, варнашама дарма, является материальной. და სინამდვილეში თვითონ ведური რელიგია, ведური ධარმაც მატერიალურია. Сатвичной, то есть благостной, но тем не менее материальной. სატვიური, ანუ სათნო, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა მატერიალური. Обычная религия, она преследует 4 цели. Одну из 4 целей или несколько из этих 4 целей. როგორც წესი რელიგია მიისწრაფვის ერთ-ერთ 4 მიზნიდან ერთ-ერთს მაინც. Какие это цели, как вы думаете? რა მიზნებია ეს 4, როგორ ფიქრობთ? О чем люди обычно, религиозные люди хорошие, просят Бога? როგორც წესი, რას თხოვენ ხოლმე კარგი რელიგიური ადამიანები ღმერთს? Это можно? Да, о чем вы просите Бога? Расскажите по-честному. გუწევთ თქვით თუ რას თხოვთ ხოლმე ღმერთს? Be honest, please. Say what are you asking God about? Окей, да, Гочи. Ну, это избавление от страданий. Да, давайте. Не все один человек. По очереди. ეს არის ტანჯვებისგან გათავისუფლება, ანუ მორიგეობით თვითონ ყველა ერთ მარტ ვთქვათ ყველაფერი. О, Господь, пожалуйста, сделай так, чтобы мой геморрой прошел. Он же мешает мне служить. Я не могу даже лекции долго давать. Ну, как правило, главное желание за этим, ну, не хочу я страдать. რა თქმა უნდა, ნამდვილი სურვილი ამის უკან ეს არის ის, რომ არ მინდა რომ ვიტანჯო. То есть избавление от страданий, или по-другому, это называется санскритским словом мукти или мокша, освобождение, да? ანუ ტანჯვებისგან გათავისუფლება, ან სანსკრიტზე ამას ეწოდება სხვაგვარად მუქტი ან მოკშა, ანუ გათავისუფლება. Да еще какие цели есть у религиозных და людей? კიდევ რა სახის მიზნები არსებობს? Вы все чистые преданные, похоже. Один я. როგორც ჩანს, თქვენ ყველანი წმინდა ერთგულები ხართ. Ах, же Прабху Хари Кришна, мои поклоны. Как только Нанда родился, у меня только просьба у Кришны. Ой, Кришна, пожалуйста, пусть он выздоровеет, если заболел.
Кришна там. Ну, один раз, конечно, ну, часто бывает еще такое, что Кришна, пожалуйста, помоги вырастить его таким, чтобы вот он был, ну, как бы годным, так сказать, в миссии Шилы Прабхупады. Тоже иногда очень бывает, а так в основном он заболел, там, помоги, там, или вот, ну, такие какие-то бытовые, какие-то вот то, что касается обычно. Нанда, извините. Практическая демонстрация. როგორც კი ნანდა დაიბადო, მაშინ ჰქონდა ესეთი მიმართვები ქრიშნას მიმართ, რომ თხოვ დამეხმარეო, რომ არ იამატყოფოსო, ჯანმრთელად იყოსო და გაიზარდოსო, კარგი, ესე ვთქვათ, ერთგულიო ქრიშნას ნებიერებაში. Если обобщить то, что сказала Дина, რომ შევაჯამოთ ის, რაც დინამ თქვა, она понимает, что она мама, мать, მას ესმის, რომ ის არის деда, и у нее есть как бы обязанность заботиться о сыне, делать все, чтобы, в общем, для его блага, все, что можно. მას აქვს მოვალეობა, რომ იზრუნოს შვილზე ყველანაირად, ყველა სახით. То есть это первое направление деятельности религиозных людей, то есть следовать дарме, то есть исполнять свои обязанности. ეს არის პირველი მიმართულება რელიგიურ ადამიანების, რომ მიყვნენ თარმას, ანუ შეასრულონ თავის მოვალეობები. Вочи сказал о последнем направлении деятельности, это стремиться получить освобождение. გოჩა თქვა ბოლო სახის მიმართულება, რომელიც მის არის მდგომარეობის იმაში, რომ მიისწრაფოდე გათავისუფლებისკენ. Чтобы никогда уже здесь не рождаться и не страдать. რომ არასდროს აღარ დაიბადო აქ და აღარ დაიტანჯო. Есть еще две цели посередине между этими. არის კიდევ ორი მიზანი ამათ შორის, შუაში. ერთ-ერთი რასაც ვთხოვ ხოლმე არის ის, რომ დამეხმაროს გაცნობიერებაში, რომ კრიშნაზე არ გავბრაზდე. Еще одно, что я прошу, это то, что помог осознать себя, чтобы я не злился о Кришне, так сказать. Осознать что? Осознать себя и осознать свое положение, чтобы у меня не появилась злость. Злость. Чтобы не ругаться на Бога, да? რომ არ ვეჩხუბოთო ხო უფალსო. გაუბრაზდეთ. Это очень хорошее желание, да. ეს ძალიან კარგი სურვილია. Да, это уже начало бхакти, можно сказать. ეს შეიძლება თქვათ, რომ ბაქტის დასაწყისია უკვე. Но обычные религиозные, это потому что вы преданные уже, да, поэтому вы так говорите. Но обычные религиозные люди, они что просят? მაგრამ ეს უკვე ერთგულის მდგომარეობა, მაგრამ ჩვეულებრივად რელიგიურ ადამიანები რას თხოვენ? Куда хочет нормальный религиозный человек? სად უნდა ნორმალური რელიგიურ ადამიანს? Вы же хотите, наверное, в грузинский рай попасть? В рай, да? ალბათ ხო. მე ხო გინდა თუ ქართული სამოთხეში მოხვედრა ალბათ. Картули heaven, it's especially heaven, special area in the heaven, where all картули are gathering, где все грузины собираются благочестивые. სადაც ყველა კეთილშობილი ქართველი იყრინება. Однажды Шрила Прабхупада проснулся с такой улыбкой. ერთხელ შილა პრაბჰუპადამ გაიღვიძა ესეთი ღიმილით. Он в течение дня там прилег отдохнуть. ქრის მანძილზე წამოწვა, რომ დაესვენა. Проснулся и сказал своему слуге: «Я только что увидел рай, куда попадают благочестивые мусульмане». მან გაიღვიძა და ღიმილით თავის მსახურს უთხრა, რომ ეხლა ხას მე ვნახე ის სამოთხე, სადაც კეთილშობილი მუსულმანები ხვდებიან. Люди хотят в рай, почему? Потому что там наслаждение, да, то есть. ადამიანებს ატომ სურთ სამოთხეში, იმიტომ რომ იქ არის ზნობების დაკმაყოფილება, სიამოვნებებია. То есть религиозные люди, они, да, они не хотят грешить, но они хотят чисто наслаждаться, то есть чистым образом, в соответствии с правилами религии. და რელიგიურ ადამიანებს არ უნდათ რომ ცოდები ჩაიდინონ, რატომ? იმიტომ რომ
მათ უნდათ რომ დატკბნენ რელიგიის პრინციპების მიხედვით. Еще люди хотят, это называется камой. Камой. და კიდე ადამიანებს სურთ კამა, Еще люди хотят, чтобы у них было богатство, состояние. როცა ამას ეწოდებოდა კამა და კიდე ადამიანებს სურთ ასე ვთქვათ სიმდიდრე, ანუ ქონება. В Индии есть очень известный баджан Джая Джагадиша Харе. Да? ინდოეთში არის ძალიან ცნობილი ფაჯანი ჯაი ჯაგადიშა ჰარე. Вы помните, что когда мы поем молитву Нарсимхадева, она заканчивается Джая Джагадиша Харе, Джая Джагадиша Харе, Джая Джагадиша Харе. Да? თქვენ გახსოვთ ალბათ ფაჯანი, როდესაც ჩვენ ვღებით არაკვის დროს ჯაი ჯაგადიშა ჰარეს. И вот там целый баджан из Джая Джагадиша Харе. და იქ არის მთელი ფაჯანი ჯაი ჯაგადიშა ჰარესგან. Но в отличие от молитвы Нарсимхадева, они просят: «О Господь, дай мне машину, дом у моря, Джая Джагадиша Харе». და იმის თანახმად რომ ნარასიმჰადევს მიმართონ ამ შემთხვევაში ისინი მღერიან რომ უფალო მომეცი მანქანა, კაი სახლი ჯაი ჯაგადიშა ჰარე. Часто они просят: «Пожалуйста, позволь моему сыну отправиться в Америку, да, или в Англию, Джая Джагадиша Харе». ეხლა ისინი სთხოვენ ესე რომ გთხოვ მიეც საშუალება რომ ჩემი შვილი ვა ჩემი ვაჟი წავიდეს ამერიკაში ან რომელიმე მდიდრულ ქვეყანაში ჯაი ჯაგადიშა ჰარე. Артха — это какие-то материальные достояния, будь то деньги არტხა или положение в обществе, или имущество. არტხა ეს არის რაღაც მატერიალური ქონება, ეს არის ფული, რაიმე ესეთი ტიპის ქონება, სახლი, როგორც არის სახლი. Происхождение хорошее, здоровье, красота. კარგი წარმომავლობა, ჯანმრთელობა, სილამაზე. Вот. Это 4 цели материальной религии, любой, индийской, христианской, мусульманской, неважно. ეს არის 4 სახის მიზანი ნებისმიერი მატერიალური რელიგიის, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ინდური, ეს იქნება ქრისტიანული თუ მუსულმანური. То есть любой нормальный верующий человек, он вот стремится к одной из 4 этих вещей. ნებისმიერი ნორმალური მორწმუნე ადამიანი მიისწრაფის აი ამ 4 რაღაცისკენ. Но преданные, они сумасшедшие, да? მაგრამ ერთგულები ისინი შეშილები არიან. Они говорят «Сарва дарман паритьяджа», да? Вернее, это Кришна говорит, да? «Мамы камшаранам враджа». ისინი ამბობენ და უпростად კრიშნა ამბობს, რომ სარმა თარმა პაიტაჯა. Преданные отказываются от этих 4 целей. ერთგული უარს ამბობს ამ 4 მიზანს, ანუ ამ 4 მიზანს უარყოფს, ისე ვთქვათ. Они говорят: «Неважно где и как, что со мной будет, в раю, в аду, вот, хочу просто служить тебе». ისინი ამბობენ, რომ არა აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები, ჯოჯოხეთში, მატორის სამყაროში თუ სამოთხეში, მე უბრალოდ მინდა რომ შენ გემსახურო. Сарва дарман паритьяджа, то есть они отвергают все остальные занятия. სარვა თარმა პაიტაჯა, ანუ ისინი უარყოფენ ყველა დანარჩენ სახის მოქმედებას. Ну что это значит, да? მაგრამ რას ნიშნავს ეს? Это не значит, что они перестают что-либо делать, заботиться о своей семье или об обществе. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი წვეტენ რაიმეს კეთებას, რომ ისინი წვეტენ საკუთარ ოჯახზე, დაახლოებლებზე ზრუნვას. Выполнять обязанности в варнашама дарме, да? რომ შეასრულონ ვარნაშრამა თარმას მოვალეობები. Нет, они могут все это продолжать делать. არა, მათ შეუძლიათ ამ ყველაფრის კეთების გაგრძელება. То есть их вот это вот отказ, он происходит внутри. აი მათი ეს განგომა უარყოფაში იგნით ხდება. То есть они отказываются от желания наслаждаться в этом материальном мире, как-то устроиться хорошо. ისინი უარს ამბობენ სურვილისგან, რომ ამ მატერიალურ სამყაროში დატკბნენ ან რაღაც კარგად მოეწყონ.
быть богатыми, да, известными. იყვნენ მდიდრები და ცნობილები. Даже попасть в рай, და თუნდაც რომ სამოთხეში მოხვდნენ, в грузинский рай, ქართულ სამოთხეში. отказывается. უარს ამბობენ. Вот. Они готовы попасть даже в русский ад, ისინი მზად არიან რომ რუსულ ჯოჯოხეშიც კი მოხვდნენ, из грузинского рая, ქართული სამოთხიდან. если это нужно для служения Кришне. თუ ეს საჭიროა კრიშნას სახურებისთვის. Да. Да. То есть, хотя внешне преданный может выполнять все эти обязанности и, как правило, выполняет. და მიუხედავად ამისა, ერთგული შეიძლება გარეგნულად და ასრულებდეს ყველა ამ მოვალეობას და როგორც წესი ასრულებს. Выполняет обязанности законопослушного гражданина, ასრულებს კანონმორჩილ მოქალაქის მოვალეობებს, заботливой матери или отца, მზრუნველი დედის ან მამის, м, квалифицированного там доктора или юриста или фрезеровщика, неважно. კვალიფიციური ექიმის, იურისტის ან არა აქვს მნიშვნელობა ვის. Но он понимает, что это все это не сделает меня по-настоящему счастливым и не сделает по-настоящему счастливыми других также. მაგრამ მას ესმის, რომ საბოლოო ჯამში მე ეს არ გავხდის ნამდვილად ბედნიერს და მათ შორის არც სხვებს არ გახდის ბედნიერს. Вот. Но он это делает, потому что мы в материальном мире, мы должны поддерживать себя и других на материальном уровне также. მაგრამ ის ამას აკეთებს, რომ ჩვენ ვართ მატერიალურ სამყაროში და იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ეს მატერიალური სხეული არსებული როგორც ჩვენი, ასევე სხვების. И он это делает показать правильный пример, чтобы показать правильный пример другим также. და ის ასევე აკეთებს ამას იმიტომ, რომ უჩვენოს სწორი მაგალითი სხვებს. И он это делает как служение Кришне еще к тому же. და ის ამას აკეთებს თანამედროვულად, როგორც კრიშნას სახურება. Он связывает и свои семейные обязанности, и свою профессиональную деятельность со служением Кришны. ის აკავშირებს თავის ოჯახურ მოვალეობებს, ასევე პროფესიულ მოვალეობებს კრიშნასთან. То есть он воспитывает детей, но он воспитывает их так, чтобы они стали преданными. ანუ ის ზრუნავს, ანუ აღზრდის ბავშვებს, მაგრამ აღზრდის ისეთნაირად, ცდილობს აღზრდოს ისეთნაირად, რომ ისინი კრიშნას ერთგულები გახდნენ. Но, по крайней мере, он дает им все возможности для этого. А станет ли ребенок преданным или нет, это уже далеко не все зависит от родителей. მაგრამ როგორც ასეთი ის ცდილობს მაინც, რომ ყველა პირობა შეუქმნას ბავშვებს იმისათვის, რომ ისინი ერთგულები გახდნენ, მაგრამ გახდებიან თუ არა ერთგულები, ეს ნამდვილად არ არის დამოკიდებული სულად მშობლებზე. Если даже не становится ребенок, то, по крайней мере, чтобы у него были какие-то хорошие впечатления, хорошие отношения к сознанию Кришны, к Кришне. და თუნდაც ისინი არ გახდნენ ერთგულები, როგორც მინიმუმ მათ რო ქონდათ რაღაც კარგი შთაბეჭდილებები ან კარგი წარმოდგენები კრიშნას ცნობიერებაზე. Выполняя свои профессиональные обязанности, он так или иначе, благодаря этому поддерживает свою жизнь, чтобы он мог заниматься преданным служением. Иногда он может жертвовать какие-то результаты своего труда, там какие-то деньги или еще что-то. და როდესაც ის დაკავებულია თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულებით, ის ამას აკეთებს იმ გაცნობიერებით, რომ მინიმუმ რაღაც საკუთარი სხეულის შეუნარჩუნოს არსებობა, ოჯახის წევრებს და რახანდახან რაღაცას წირავს კრიშნას ცნობიერებას. Вот. И только в редком случае, да, когда есть особые указания от Господа или от духовного учителя, то есть преданный может оставить все, действительно, да? და მხოლოდ ძალიან იშვიათი შემთხვევებში, როდესაც არის ის ასეთი კონკრეტული გამონაკლისი მითითებები უფლისგან ან სულელი მოძღვრისგან, მაშინ შეიძლება ერთგულმა ყველაფერი დატოვოს. Переселиться в храм или уехать в святое место. გადმოსახლდეს ტაძარში ან გაემგზავროს საცხოვრებელ, ანუ გადავიდეს მუდმივად წმინდა ადგილას. Или даже полностью, и остаться дома, но как бы, но уже не заниматься какой-то этой деятельностью
связанные с работой и так далее, а полностью быть занятой только прямыми видами преданного служения. ან დარჩეს სახლში, მაგრამ უკვე აღარ დაუთმოს დრო სამსახურს და სრულიად დაუთმოს მთელი თავისი ძალა და შესაძლებლად დრო პირდაპირ სახის ანგებს ერთგული მსახურების. Особенно с возрастом уже, то есть это рекомендуется, да? После 50-55 лет, да? განსაკუთრებით უკვე ასაკში, როდის ეს არის რეკომენდირებული, როდესაც უკვე 50-55 წელს გადასწრება ადამიანი. Преданному или преданной можно оставить все домашнее хозяйство на Дину, ერთგულს შეუძლია მთელი საშინაო, ესე ვთქვათ, საქმიანობა გადააბაროს დინას, а, გაუტოვოს. а самой заниматься только делами храма. და თავად დაკავდეს მხოლოდ ტაძრის საქმეებით. Заодно уже можно не выяснять отношения там с детьми, с другими родственниками, пусть делают, что хотят. უკვე შეუძლია, რომ არ არკვიოს ურთიერთობები, საქმეები ნათესავებთან და ბავშვებთან, უკვე შეუძლია, ესე თქვას, რომ რაც უნდათ ის უქნიათ. И как хотят, а я пошла к Кришне. რაც უნდათ და როგორც უნდათ ისე გააკეთონ, მე კიდე წავედი კრიშნასთან. То есть зависит от ситуации, да. და დამოკიდებულია სიტუაციაზე ასევე ეს. Вот. Но главное это внутреннее отношение ко всему этому. მაგრამ თავარი არის შინაგანი ურთიერთობა, ანუ დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. То есть преданный понимает, что главное в моей жизни это выполнять санатану дарму, свои обязанности перед Господом, перед Кришной. ანუ ერთგულს ესმის, რომ თავარი მოვალეობა ეს არის სანატანა დარმა, ეს არის შევასრულო ჩემი მოვალეობები კრიშნასთან მიმართებაში. Вот, это что касается дхармы და ეს რაც შეეხებოდა დარმას и отличия между мирской дармой и духовной дармой. და განსხვავება მიწიერ დარმას და სულიერ დარმას შორის, Отличие в мотивах, да. У мирской дармы 4 мотива есть. განსხვავება არის მოტივებში, ანუ მიწიერ დარმას აქვს 4 მოტივი. А у духовной дармы только один мотив, это удовлетворение Господа. ხოლო სულიერ დარმაში მხოლოდ ერთი მოტივია, უფლის დაკმაყოფილება. Внешне это может быть одинаковые виды деятельности там и там, да, то есть могут быть и разные, да, но главное мотив. გარეგნულად შეიძლება იყოს ერთნაირი თარმები, ანუ ერთნაირი მოტივები გარეგნულად, ანუ იქაც და იქაც. ეს ერთნაირად გამოიყურება. Вот. И служение, да, настоящее служение всегда бескорыстное, да. და ნამდვილი მსახურება ეს ნამდვილი მართლაც უანგაროა. То есть иногда кто-то служит, да, но он как бы служит, чтобы выслужиться, чтобы что-то получить от того, кому он служит, да. ხანდახან ვიღაც მსახურობს, მაგრამ მსახურობს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც დაიმსახუროს, ანუ რაღაც მიიღოს საპასუხოდ. Но это уже фактически не служение, то есть это уже торговля или еще что-то из этой серии. მაგრამ ეს ფაქტიურად აღარ არის უკვე მსახურება, ეს უკვე ვაჭრობა არის რა, ან რაიმე ამ სფეროში. Преданный, он старается действовать так, что Кришна, я делаю это для тебя, ты можешь меня наградить, можешь меня наказать, можешь меня не заметить, да, но я вот для тебя это делаю, чтобы ты был счастлив. ერთგული მსახურობს ესეთი შინაგანი მოტივით, რომ აი კრიშნა ამას ვაკეთებ შენთვის, შენ დასაკმაყოფილებად, მაგრამ შენ შეგიძლია მე დამაჯილდოვან, არ დამაჯილდოვან, რაც კიდე ისქნა. И находясь в таком сознании, преданный становится по-настоящему счастливым. და იმყოფება რა ესე ცნობიერებაში. Так, я опять пропал. Харе Кришна, 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 Харе. Харе Рама, 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 Харе, Харе. Харе Кришна, 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 Кришна.
Это я пропал или Гоча? Опять я, да? Не, это я, мне звонят постоянно. А, тебе звонят, все понятно. Вот. Это главное. Хорошо. ეს არის თავარი. Какие-то вопросы, может быть, есть по этому поводу? რაიმე კითხები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? Можно, Харе Кришна, меня слышно? Слышно? Вопрос мне такой вот. Мы говорили о качествах души. Индивидуальность, да? Есть такое, правильно же, да? Да, да. Вот я почему-то вот не могу вот как бы понять это или как бы оценить, как индивидуальность зависит от души, с духовного мира идет. В духовном мире индивидуально. Или я понимаю, что тут, конечно, все люди индивидуальны, когда душа попадает в тело. Это индивидуальность духовная, и если она духовная, она влияет ли на ту индивидуальность, которая у нас есть вот воплощение этого тела? У меня такой вопрос. Мгм. Да, Гоча, переведи, пожалуйста. ოთარი პრაფუ კითხვას ვამს, რომ მე მიჭირს გავიგო სულის ინდივიდუალობის თემა, რომ ანუ ეს ინდივიდუალობა მას უკვე სულიერ სამყაროდან ახლავს თან, ანუ როგორც ანუ სულიერ სამყაროში საქმის ინდივიდუალობა გამოკვეთილი და ეს მოქმედებს თუ არა იმ ინდივიდუალობაზე, რომელსაც ჩვენ ამ გამოვლენებაში ამ სხეულში ვამჟღავნებთ. Индивидуальность – это качество души, то есть оно присуще душе и в духовном мире, и в материальном мире оно сохраняется. ინდივიდუალობა ეს არის სულის თანხლები თვისება, ის დაისვლინდება როგორც სულიერ სამყაროში, ასევე მატერიალურ სამყაროში. Индивидуальность означает вот это ощущение осознания себя отдельным, так сказать, юнитом, блоком, отдельной личностью. ინდივიდუალობა ეს არის საკუთარი თავის გააზრება და გზნობა, რომ მე ვარ ცალკე ბლოკი, ცალკე პიროვნება. Со свободой воли, со своей свободой выражения чувств. Да? არჩევანის თავისუფლებით და საშუალებით, რომ გამოვხატო საკუთარი ნება და სურვილები, И გზნობები. это качество есть у души всегда, за исключением временного состояния, და ეს თვისება სულს აქვს მუდმივად და გამონაკლისი დროებითი მდგომარეობისა. когда душа попадает в безличный браман. როდესაც სული ხვდება უპიროვნო ბრაჰმანში. И там оно фактически осознает себя, осознает не индивидуальность, а единство. და იქ ფაქტიურად ის აცნობიერებს არა თუ ინდივიდუალობას, არამედ ერთიანობას. Я вот сияющий вечный браман, да, то есть მე ვარ მნათობი მუდმივი ბრაჰმანი. мне ничего не нужно больше. მე მეტი არაფერი არ მჭირდება. Просто быть единым со всем. უბრალოდ ვიყო ერთიანი ყველაფერთან. Но поскольку, опять же, это невозможно для души, невозможно не проявлять индивидуальность ведь долго, да, или вечно, то это состояние в брамане, оно временное. То есть душа не может там вечно находиться. და იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ბუნებრივი სულისთვის, მას არ შეუძლია მუდმივად იყოფებოდეს ბრაჰმანში, ანუ იყოს ერთიანად გზნობდეს თავს, ამიტომაც ეს მდგომარეობა ბრაჰმანში ყოფნის ეს დროებითია. А отличие индивидуальности в духовном и в материальном мире, это оно заключается, так скажем, в чистоте этой индивидуальности, да? Извините, я тоже просто выйти, отец плохо, это у него проблемы какие-то. Да, иди. Кто-то может сейчас заменить Гочу на время? Мы скоро закончим. Я оставлю ключом, просто и иду. Да, иди, конечно. Я на работе, я тут не знаю, когда у меня телефоны позвонят, как я, может, сойдет кто-то. Okay, it's difficult. It's difficult now because Gocha need to leave us some problem with his fathers and nobody can translate. Акшачи Прабhu, если вам недолго, я могу продолжить. Да, давайте, потому что
There is no Mariam today also, unfortunately, online. Хорошо. То есть отличие в том, что в духовном мире индивидуальность, она в чистом проявлении, она чистая индивидуальность, да? Განსხვავება იმაშია, რომ სულიერ აქ шешпробу вы можете только длинный не говорить Хорошо. предложение покороче, чтобы я могла. Еще раз можете повторить? В духовном мире индивидуальность чиста, то есть она чисто проявляется. სულიერ სამყაროში ინდივიდუალობა არის სუფთა, ანუ სუფთად გამოივლინდება. А в материальном мире она загрязнена მაგრამ მატერიალურში ანუ ის არის დაბინძურებული. неверными представлениями там о себе, о мире. არასწორი შეხედულებებით თავის თავზე და სამყაროზე. И, как следствие, эгоистическими желаниями разными. და ანუ როგორც აქედან გამომდინარე ეგოისტური რაღაც სურვილები. Но каждый все равно остается отдельной личностью. И там, и там. მაგრამ ის იქ და იქ ანუ სულიერ სამყაროში და მატერიალურში რჩება მაინც ინდივიდუალური. Может быть, также Аттари Прабху хотел спросить, влияет ли наша духовная индивидуальность на индивидуальность здесь, в этом мире? Когда они могут совпасть, могут они совпасть? Когда мы на преданном служении, Да, Матаджи. ანუ აქ შეშეპრობლემ თქვა, რომ იქნებ გულისხმობდა, რომ შესაძლებელია თუ არა ისინი გაერთიანდეს სულიერის და მატერიალურიც ინდივიდუალურობა. და აქ შეშეპრობლემ ეხლა უნდა ვპასუხოს. Наша духовная индивидуальность, да, может проявиться и в материальном мире. ჩვენი სულიერი ინდივიდუალურობა შეიძლება გამოვლინდეს მატერიალურ მასში ცხოვრებაშიც. Когда душа очищается от влияния материи. როდესაც სული განთავისუფლდება მატერიის ზეგავლენისგან. Тогда он может осознать свое положение в духовном мире, даже находясь здесь, в материальном мире. და ამ დროს მას შეუძლია გაიგოს თავისი ანუ ვინც არის სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ იმყოფებოდეს მატერიალურ материалურ სამყაროში. А когда человек еще, не полностью очистился, но все равно духовная индивидуальность может начать по чуть-чуть проявляться. მაგრამ ადამიანი შეიძლება მთლიანად არ იყოს განწმენდილი, მაგრამ რაღაც ეტაპზე შეიძლება უკვე გამოვლინდეს მისი სულიერი ინდივიდუალურობაც. Я помню, когда Чайтанья Чандра Чаран Прабху как-то раз приехал в наш ашрам, Брамачари. მახსოვს ერთხელ ჩაიტანია ჩანდრა ჩარან პრაბჰუ იყო ჩამოსული ჩვენთან აშრამში. Ему задали вопрос, а мы друг друга в духовном мире узнаем, когда туда вернемся? და მას დაუსვეს კითხვა, ჩვენ ერთმანეთს узнаем Друг друга узнаем там мы? ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ სულიერ მასში სამყაროში ვიცნობთ ერთმანეთს? Потому что здесь вот, например, Аттари такой, серьезный, представительный мужчина. იმიტომ რომ აქ ოთარი ძალიან სერიოზული პიროვნება. А в духовном мире вы встретите какого-нибудь резвого козленочка. მაგრამ სულიერ სამყაროში შევხვდები ძალიან ისეთ козленок. Оთარი პრობო помогите. Буду елეთ თხასავით, ხარო დახტის. Можно не узнать, да? Можно не узнать. შეიძლება ვერ ვიცნოთ. შეიძლება ვერ ვიცნათ, ხო?
Но Махарадж Чайтанья Чандра Чаран Прабху сказал, მაგრამ მახარაჯმა ჩაიტანა ჩანდრა პრაბჰუმ თქვა, узнаем, говорит, да. ვიცნობთ, აუცილებლად ვიცნობთ. Если, говорит, увидите гопи, которая так погружена собиранием цветов, вот, да, თუ კი დაინახავთ გოპის, რომელიც არის მთელი გონებით ჩაფლული ყვავილების მოკრეფაში, это, говорит, Аверхотра, это один из моих друзей старших. ეგ არის ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ავერთხოთრა. Он любит о божествах заботиться. Вот. მას უყვარს დღეებზე მსახურება და ყურადღების მიქცევა. Может в это полностью погрузиться. მას შეუძლია მთლიანად ჩაეფლოს ამ მსახურებაში. А говорит, если увидите пастушка с палкой, который всех гоняет, это, говорит, Даяван. თუ კი დაინახავთ ვინმეს, რომელიც იქნება მწყემსის, როგორც მწყემსი, რომელიც ყველას დევნის ხანიკეთ ხანაკეთ, ეგ იქნება დევნა. Даяван Махараджа сейчас он. დევან მახარაჯი. Вот. Но я бы еще добавил, а если увидите какого-нибудь брамана, который любит всех учить, да, то это Акшаджа. თუ კი დაინახავთ ისეთ ბრამას, რომელსაც უყვარს ყველასი სწავლება, ეს აქშაჯა პრაბჰუ იქნება. То есть, когда мы серьезно практикуем, то может начать проявляться уже наша настоящая духовная индивидуальность. როდესაც ჩვენ სერიოზულ პრაქტიკებში ვართ, მაშინ შეიძლება ჩვენი უკვე სულიერი ინდივიდუალურობა გამოისახოს ამ ჩვენ ცხოვრებაში. Но в основном сейчас проявляется наша материальная индивидуальность, то есть наше материальное качество. მაგრამ ახლა უფრო მეტად ჩვენი მატერიალური ინდივიდუალურობა გამოიხატება ჩვენ ცხოვრებაში. То есть все зависит от степени очищения нашего. ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენ სისუფთავეზე, რომელიც ჩვენი სულიერი განსუფთავებაზე არის დამოკიდებული. Чем больше очищения, тем больше проявляется духовная индивидуальность, наше настоящее качество в духовном мире. რაც უფრო მეტად ჩვენ სუფთავდებით, განსუფთავდებით ამ სამყაროში, მით უფრო გამოიხატება ჩვენი სულიერი ინდივიდუალურობა. Да. Не нужно сейчас думать, если я люблю готовить и всех кормить, то я, значит, в духовном мире старшая гопи. მაგას ფიქრიც არ მინდა, თუ კი ჩვენ გვიყვარს საჭმელის გაკეთება, რომ ჩვენ ალბათ სულიერ სამყაროში ალბათ უფროსი გოპი ვარ, რომელიც საჭმელებს აკეთებს. Матаджи Нарада Прия, кто-то вроде Пурнамаси. მატაჯი ნარადა პრია ვითომ არის პურნაპრასი. Не, может быть, она там, наоборот, маленькая девочка, которая არა, შესაძლებელია იქ პატარა გოგონა იყოს. всем переносит послание. ყველასთვის Посыльный. პოსტალიონის როლს თამაშობს. Поэтому сейчас мы должны просто... Главное проявление нашей индивидуальности в том, что мы пытаемся служить, что мы пытаемся стать слугами. ამიტომ ჩვენი მთავარი არის აზრი ჩვენი ინდივიდუალურობის, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ხალხს და უნდა ვემსახუროთ ღვთაებებს. И только после того, как настроение служения настоящего бескорыстного утвердится в нашем сердце, და როდესაც ეს ჭეშმარიტი მსახურება ჩვენ გულში დაისუფებს, только после этого могут начать проявляться наши духовные особенности какие-то настоящие. Да? მის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენი სულიერი ინდივიდუალურობა გამომჟღავნდეს ჩვენ სხეულში. Ну вот как-то так. Харе Кришна, большое спасибо за ответ. Დიდი მადლობა. Теперь мы даже не перешли к нашей замечательной карме. Teraz გადავსულოთ ახალ თემაზე, კარმის შესახებ. Но мы, похоже, можем начнем минут 5-7, сделаем вступление. ნელ-ნელა დავიწყოთ, მაინც შესავალს გავაკეთებთ. Мы говорили, что душа может находиться только в двух состояниях. ჩვენ საუბრობდით, რომ სულ შეუძლია რომ იყოს ორ განზომილებაში. В каких состояниях, как вы думаете? რა განზომილებებში?
спящим и бодрствующим. Да, по-другому можно сказать, либо под влиянием духовной энергии, либо под влиянием материальной энергии. ხო, ორი განზომილება, ანუ განზომილება არა, ორი მდგომარეობა, როდესაც სულს ძინავს, ან როდესაც გაგვიძებული არის. Третьего не дано, да? მესამე არ არსებობს, ხო? Как, извините меня за выражение, в России есть такая шутка. ბუდისტი რუსეთში არის ესეთი ხუმრობა. Немного беременной женщины, да? ოდნავ ორსული ქალი. Нет, женщина не может быть немного беременна. Она может быть либо беременна, либо нет. ხო, როგორც ვიცით, ქალს არ შეუძლია ოდნავ იყოს ორსული, ან ორსული არის, ან საერთოდ არ არის ორსული. То есть не может быть промежуточного состояния для души либо под влиянием духовной энергии, либо под влиянием материальной. არ არსებობს შუალედური მდგომარეობა სულის ან სამყაროშიც და სულიერშიც, ან არის ზეგავლენის ქვეშ მატერიალური სამყაროს, ან სულიერი სამყაროს ზეგავლენის ქვეშ ჩვენი სული. И когда душа находится под влиянием материальной энергии, და როდის არის სული მატერიალური გავლენის ქვეშ, она называется обусловленной или порабощенной. მას ეწოდება გაბრყობილი მდგომარეობა სულის, დამონებული. И какие у нее отношения тогда с материальной энергией? და როგორი ურთიერთობა აქვს მაშინ მას материалურ ენერგიასთან? Душа пытается управлять, наслаждаться материальной энергией, эксплуатировать ее, да? სული ცდილობს მატერიალური ენერგიით დაადგმეს და მართოს. Это действие со стороны души по отношению к материальной энергии. ეს არის სულის ქმედება მატერიალური ენერგიის მიმართ. А материальная энергия, в свою очередь, действует на душу через карму, да? მატერიალური ენერგია კი თავისი მოქმედებით სულზე მოქმედებს კარმის მეშვეობით. Или закон кармы называется это, да? კარმის კანონი ქვია. То есть душа с материей связана через карму. სული მატერიალურად დაკავშირებული არის მატერიასთან კარმის მიხედვით. Что такое карма? Общее значение слова карма означает деятельность или работа. კარმის საერთო მნიშვნელობა, როგორც ითარგმნება, ნიშნავს მუშაობას ან დაკავშირებას. Но обычно мы кармой называем именно закон, по которому приходят последствия к нам, нашей деятельности. მაგრამ ჩვენ მიჩეული ვართ და ვარქმევთ კანონს, რომელიც დამოკიდებულია იმ მოქმედებებზე, რასაც ჩვენ ვაკეთებ და გვიბრუნდება უკან. Да, то есть последствия или результаты деятельности. Это закон причин или следствий, да? ან ეს არის კანონი, რომელთაც ჩვენ ასაც ჩავიდენთ, ის დაგვიბრუნდება. И в этом мире все подчинено этому закону. და ამ სამყაროში ყველაფერი არის დამოკიდებული ამ კანონზე, კარმის კანონზე. Что посеешь, то пожнешь, как говорится, да? რასაც დათესავ, იმას მოემკი. Вот. И для тех, кто еще не освобожден, და იმათთვის, ვინც ჯერ არ არის განთავისუფლებული, очень важно знать, как действует этот закон. აუცილებელია იმის გაგება, როგორ მოქმედებს ეს კანონი. А еще более важно знать, как выйти из-под его влияния, как освободиться от და кармы. უფრო მთავარი არის, რომ ვიცოდეთ, როგორ უნდა განთავისუფლდეთ ამ კანონის მოქმედების ამ კანონიდან რომ გავიდეთ, ამ მოქმედების კანონიდან გასასვლელად, კარმის კანონის მოქმედებიდან. Что плохого в карме? რა არის ცუდი კარმაში? Как вы думаете?
როგორ ფიქრობთ, რა არის ცუდი კარმაში? Почему карма плохо, по крайней мере, для преданного? Как извините? Почему карма это плохо? Ну, по крайней мере, для преданного. ხო, და რატომ არის კარმა ცუდი ერთგულებისთვის, საკმაოდ ერთგულებისთვის? Ведь карма может быть же хорошей. ხო, შესაძლებელი არის, რომ კარმა კარგი იყოს. Конечно, не в Это Кали-югу, мешает служить? не в Кали-югу, не в России. თავისთავად არა კალიუგაში და არა რუსეთში. Но в Грузии чуть-чуть получше может быть карма. საქართველოში უფრო უკეთესობა არის. Вы можете жить в Батуми, сдавать там дом или квартиру и не работать особо много. თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ბათუმში, გააქირავოთ ბინა და საერთოდ არ ემუშაოთ. Можно ответить? Да, ну Дина уже ответила. Да, Дина сказала, что мешает служить, да? Угу. Один ответ. ხო, დინა პასუხი გაცა, რომ ხელს გვიშლის მსახურებაში. А вы что хотели сказать, Саттари? Я хотел сказать, что карма также влияет на то, что мы опять попадаем в круговорот сансары и будем опять рождаться или на высших, или на низших планетах. И не просто рождаться, а еще и болеть и помирать. И мы не сможем освободиться. Да, скажите. Я переведу, да? Да. მე რო თქვი რომ კარმა ხელს გვიშლის უпроსტად კარმას ხო ხელს გვიშლის იმაში რომ ჩვენ ვერ გამთავისუფლდებით ამ მატერიალურ სამყაროდან, იმიტომ რომ კარმის მიხედვით ჩვენ შეიძლება კარგი კარმა დავიმსახუროთ და ისევე დავიბადოთ 64 პლანეტებზე ან ჯოჯოხეთის პლანეტებზე და ისევე ვიქნებით ამ სამსარაში დავიბადებით, მოკვდებით და ამიტომ Кармическая деятельность, даже если она благочестивая, она привязывает нас к этому миру. А привязанность к этому миру, да, означает две вещи. С одной стороны, неизбежно будут страдания на каком-то этапе. И вторая причина для преданного еще более страшная, то есть не будет привязанности к Кришне. Как говорил Шрила Прабхупада, невозможно одновременно служить Богу и Мамоне. Прабхупада შეუძლებელი არის ერთდროულად ემსახურო კრიშნას და მამონას. Мамона прям как какое-то женское грузинское имя звучит, да? Мамона როგორც რომელიღაც ქართული ქალის სახელი ჟღერს. Есть женские имена такие очень страшные для преданных. არის ესეთი ზოგი საშიში ქალური სახელები. Я помню как-то раз в храме, когда я был молодой брамачари, зазвонил телефон, преданный поднял трубку и спросил, кто звонит? მე მახსოვს, როდესაც შამში ვცხოვრობდი, ახალგაზრდა რომ ვიყავი, გაისმა ტელეფონის ზარი და ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა აიღო ყურმილი და შეეკითხა, ვინ რეკავსო? Ему ответили, Майя. მას უპასუხეს, მაიაო. У нас есть тоже Майя, но она хорошая, наша Матаджи Майя. Როგორც ჩანს ის ქალბატონი იყო მაია, და ჩვენ ხო ვიცით ჩვენთვის მაია რა. Наша Майя, она не в мае, да? ჩვენი მაია, ჩვენ მაიაში არ არის. Ну, по крайней мере, не совсем в мае. Да. At least not completely in Maya. Yes. Вот. У Теофили вообще имя духовное. Сразу Тео означает Бог. Да, мы знаем на латыни. Теофилос, ღვთაებრივი სახელი აქვს, იმიტომ რომ თეო რომ გადართაგმოთ უფალს ნიშნავს. Я стал преданным только за своей фамилией. მე გავხდი ერთგული, იმიტომ რომ მარტო ჩემი გვარის გამო. Моя российская фамилия Харитонов.
Ჩემი რუსული გვარი არის Харитоновиор. Если брать ее начало, то это Хари. ხო, როგორც Ладно. ჩემი გვარის დასაწყისში Хари ყველამეცით რას ნიშნავს? Но возвращаясь к нашей теме, Უბრალოდ ჩვენ თემას для преданного карма это плохо. Хорошая карма или плохая, неважно, она всегда плохая для преданного. ერთ გულისთვის კარმა არ აქვს მნიშვნელობა კარგი იქნება თუ ცუდი იქნება დადებითი თუ არ ყოფითი მაინც ცუდი არის. Любая карма, то есть деятельность, проходит в своем этапе несколько стадий развития. ნებისმიერი კარმა თავისი განიცდის თავისებურ რამოდენიმე სტადიას. Мы немножко сейчас обсудим, это последнее, что мы обсудим, как развивается вот эта вот кармическая цепочка. ჩვენ ცოტას განვიხილავთ როგორც ცელდება ეს კარმეული ჯაჭვი. Вначале я вам сейчас включу демонстрацию экрана, попытаюсь включить, по крайней мере. თვითონ ეხლა ჩავთავ ეკრანის დემონსტრაციას. 2 секунды, вот она, делиться. Где же, вот, окей, поделиться. Окей, видите, да, табличку? ჩანს ხო? კი, და видно. Она на английском, но я объясню. То есть вначале, когда мы что-то делаем, როდესაც ჩვენ დასაწყისში როდესაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, делаем, имея какое-то корыстное желание. ვაკეთებთ როდესაც რაღაც ცუდი სურვილი გვაქვს. Потому что общее определение кармы – это деятельность ради корыстных желаний. საერთო განსაზღვრა კარმის არის ცუდი გაკეთების საერთო ჯამში. Своих ли корыстных или других ли корыстных людей, да. ჩვენი თუ სხვა ადამიანების მიერ Деятельность ради желаний Кришны не является кармой. მოქმედება კრიშნას სურვილების შესაბამისად არ არის კარმა. Или даже лучше сказать, деятельность по указанию Кришны, по воле Кришны, да, не является кармой. მოქმედება კრიშნას წყალობის მიხედვით არ არის კარმა. Или среди преданных вы можете услышать еще такой термин Кришна-карма. შესაძლებელია თქვენ გაიგოთ კიდე ერთგულების შორის კრიშნა-კარმა. Или карма Кришны. კრიშნას კარმა. То есть я это сделал для Кришны, пусть Кришна он сам расхлебывает, наслаждается или страдает. ანუ მე ეს ყველაფერი გავაკეთე კრიშნასთვის და თვითონ კრიშნამ გაარკვიოსო. ვიტანჯო თუ დავმაყოფილდეო. Кришна, я это сделал по твоему указанию, поэтому я умываю руки. То есть я тут ни при чем дальше. მე ეს ყველაფერი გავაკეთე შენი მიმართვით და მე თავისუფალი ვარ, ხელებს დავიბანა. Вот. Чуть дальше мы об этом скажем. У меня есть хороший пример интересный, но, похоже, мы не успеем. Вот. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. Итак, когда человек что-то делает, его поступок приводит обязательно к последствиям. როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს, მისი მოქმედება მაინც მიყავს Последствиям. последствия და Ну, к результату. შედეგამდე, მოქმედების შედეგამდე მიყავს. И результат двух видов, да? შედეგი არის ორი სახის. Один, он приходит в виде каких-то грубых последствий, да? ერთი მოდის როგორც ასეთი უხეში შედეგად. Человек что-то украл, его поймали, побили, да? ადამიანმა თუ რამე მოიპარა, ის დაიჭირეს, გალახეს. Или посадили за решетку. და ციხეში ჩასვეს. Вот. А тонкие последствия – это его желание воровать, оно усилится. და მისი სუსტი შედეგი ქურდობის უფრო გაძლიერდება. Даже не желание, правильно сказать, склонность.
მისი მიმართულება ქურდობისკენ უფრო გაძლიერდება. То есть и вначале, когда человек что-то сделал, вот это вот его склонность повторить этот поступок в будущем, вот, она находится глубоко в подсознании. თავიდან, როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს, მისი ეს მედრიკულება იმ საქმესთვის იმყოფება მის ქვეცნობიერში, ხრმად ქვეცნობიერში. И последствий он еще грубых не получил. Может быть, вора еще не поймали, он еще ходит на свободе, счастливый. შეიძლება რაღაც ჩაიდინოს, მაგრამ ჯერ არ მიუღია ის დასჯა. Это называется апрарабда карма, то есть апрарабда означает невидимая карма, не проявленная еще, она никак не проявилась. ამას ქვია აპრარაბდა კარმა, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს და არ არის გამოსახული. Это когда вы какие-то семена цветов сажаете, там кинули в землю и засыпали, и ничего не видно, да, на первом этапе. აი როგორც თქვენ რაღაც ყვავილებს როდესაც რკავთ და ყვავილის თესლს რო ჩაყრით მიწაში და დააფარებთ მიწას ზემოდან, ხო არ ჩანს ყვავილი ჯერჯერობით არაფერი. Это находится глубоко в подсознании, в таком в спящем состоянии, вот это семя кармы, которое мы посадили. ყველაფერი გარმათ არის დამალული ქვეცნობიერში და როგორც ეს თესლი არის იქ დამალული ჯერჯერობით. Вдруг в какой-то момент начинаются какие-то возбуждения в уме, вот. უეცრად რაღაც ტვინში ხდება ესეთი გაღვიძება, ასე რომ ვთქვათ, აღწევა. Что-то вот мне хочется, но я еще даже не понимаю чего, но вот что-то мне хочется уже. რაღაცა მინდა, მაგრამ ვერ ხვდები რა მინდა. Да, то есть это называется биджей. Вот видите, здесь желудь. ეს მას ეწოდება ბიჯი. То есть семя начинает чуть-чуть проклевываться. ხო, ის თესლი ნელ-ნელა იწყებს ზრდას. Из подсознания поступает такой импульс: давай, давай. ქვეცნობიერიდან მოდის ესეთი იმპულსი, მიდი. Вот, да, то есть дальше мы начинаем понимать, чего мы хотим. შემდეგ ჩვენ უკვე ხვდებით ჩვენ რა გვინდა. То есть мы начинаем размышлять, какие-то чувства испытывать. Ага, вот, я хочу, оказывается, пиццу приготовить, да? Ага, ჩვენ უკვე შემდეგ მოდის რაღაცა შეგრძნება, რომ ჩვენ უკვე ხვდებით ჩვენ რა გვინდა. მე მინდა მაგალითად მომავზადო პიცა. Это называется уже, эта стадия кармы называется кута. Am кармის სტადიას ეწოდება кута. Кута это означает кута, да. То есть это означает бутон цветка, дословно. Вот видите здесь, не распустившийся еще цветок, да? Кута. ხო, ეს ეწოდება ყვავილის პატარა ყვავილი, რომელიც ჯერ არ არის გაშლილი. То есть вы уже понимаете, что вы хотите, понимаете, как вы этого будете достигать. Такой план составляет. უკვე ხვდებით ჩვენ რა გვინდა და რა გზით უნდა მოვიპოვოთ ეგ. Вы решаете, да, я приготовлю пиццу. О, მე გადავწყვიტავ, რომ მე მოვამზადებ პიცას. И когда вы начинаете уже действовать под влиянием этого желания, да, это называется... და როდესაც ჩვენ ვიწყებთ უკვე მოქმედებას ამ სურვილის მეშვეობით, это называется сложное слово пхалон мукхам, то есть это называется, это уже буквально плод, да, видите, фрукт. მას ეწოდება пхалон мукха, ანუ უკვე ნაყოფი. Да, то есть это плод, и потом уже вы это делаете и уже получаете последствия, там, наслаждаетесь пиццей, сидите с друзьями. და ბოლოს ჩვენ უკვე ვაკეთებთ და უკვე სიამოვნებს მეგობრებთან ერთად პიცის მირთმევა. Если слишком много понаслаждались пиццей, потом у вас будет тяжелый вечер и утро следующего дня, да. Это тоже последствия. პიცა ამ ბევრი მივირთით პიცა, მერე უკვე შედეგიც ცოტა სხვანაირი იქნება კუჭისთვის.
получаете какие-то реакции, ხდება როგორ რამოდენიმე რეაქციები. и одновременно с этим вот это вот впечатление, которое вы получили от того, что вы сделали, оно опять идет в виде семени в подсознание, то есть опять возвращается, вот замыкается цикл, то есть опять сюда возвращается. და აქედან გამომდინარე ეს შეგრძნება, რომელიც ჩვენ ვიგრძენით ამ პიცის ჭამის დროს, ისევე ბრუნდება ჩვენ ქვეცნობიერში. Вот таким образом действует цикл кармы. ამის ეგეთი თანმიმდევრობით მოქმედებს კარმის ციკლი. Основные стадии. ძირითადი სტადიები, 4 სტადია. На этом мы остановимся сегодня. ამ ეტაპზე ჩვენ გავჩერდებით. Так, и небольшое домашнее задание. საშინაო დავალებას მოგცემთ ახლა პატარას. Оно относится к первой теме нашей. ის მიეკუთვნება პირველ თემას. Вспомните какой-нибудь случай из своей жизни, გავიხსენოთ რომელიმე შემთხვევა ჩვენი ცხოვრებიდან, когда вы бескорыстно или более-менее бескорыстно послужили, როდესაც ჩვენ ზედმეტი ფიქრის გარეშე ვემსახურეთ, так хорошо послужили, да, не просто ესე какая-то კარგად услуга გულახდილად минутная, а приложили усилия. გულახდილად ძალისხმიერად კარგად ვემსახურეთ. Что вы при этом почувствовали, да? Во რა და время როგორ служения გაიგეთ ამ или მსახურების დროს, потом. Мгм. ან შემდგომში რა შეგრძნება გქონდათ. И вторая ситуация, когда вам очень хорошо так послужили вообще, და მეორე სიტუაცია, როდესაც თქვენ გემსახურათ, ესე ვიღაცა კარგად გემსახურათ. вы ощутили себя, может быть, Махавишну, лежащим на ложе, როდესაც თქვენ შეიგრძენით თქვენი თავი როგორც მახავიშნუ წამოწოლილი ოკეანეზე. или, не знаю, там царицей Клеопатрой, кому что ближе. ან კლეოპატრა. Вот. კლეოპატრას И что вы ощутили потом, да, в конечном счете? რა იგრძენით ამ ყველაფრის დროს. И сравните эти два состояния. და შეადარეთ ეს ორი შეგრძნება. Окей. И еще про карму я вам чуть позже напишу тогда в группу. აჰა, კარგის შესახებ კიდე მოგვიანებით ჯგუფში დავწერა. Да даже не потом, даже сейчас могу озвучить. ეხლა შემიძლია რომ გავახმოვანო. Вот. Подумайте, вопрос вечный, вопрос жизни. Как карма влияет на преданного? И влияет ли она на преданного или нет? Как, извините? Влияет ли карма на преданного? И как она на него влияет, да, если влияет? მოქმედებსა თუ არა კარმა ერთგულზე და როგორ მოქმედებს. Хорошо. На этом мы остановимся. Спасибо всем большое. ამაზე გავჩერდებით. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. Харе Кришна. Харе Кришна, мои поклоны. Харе Кришна, всем поклоны. Акшаджа Прабху Ки. Чай. Чай. Харе Кришна. Шри Карма Прабхуки. Спасибо за перевод. Да, за перевод особо. Харе Кришна. Я просто, как Кришне надо было, так и случилось. Никто не позвонил, никто не зашел. Все хорошо. Это Кришна, это его рука, да. Конечно. Иначе бы Аттари Прабху вы решали бы уже какую-нибудь проблему или сложную ситуацию. Но Кришна освободил вас, видите. Конечно, от этого. Харе Кришна. Харе Кришна. Спасибо. Харе Кришна. Спасибо всем. До вторника. До вторника. Сам шаббатамде, каргат. А с кем-то до воскресенья, да? До завтра. Да. Сугиетцевтан ки вираши октемит. Харе Кришна. Спасибо.